საფეხბურთო სალამი მეგობრებო, სულ მინდოდა ამ ფრაზის გაჟღერება და ძალიან ბედნიერი ვარ დღეს რო არ დაგიმალოთ. ახლა უკვე სრული შემართებით და მზადყოფნით ვიწყებ იმას, რასაც დიდი ხანია ელოდით. ექსკლუზიური კონტენტი ქართული YouTube-ზე, საფეხბურთო ანალიტიკა, მატჩების დამსვლელების ტაქტიკური ანალიზი. ძალიან ბევრი ვიფიქრე, თუ რა უნდა ყოფილიყო ჩემი პირველი ვიდეო, რა თემაზე უნდა მესაუბრა და გადავწყვიტე ვისაუბრო ქუთაისის ტორპედოზე, მის 10 უკვე ყოფილ თავარწნელზე სტივკინზე, თუ რატომ ვერ გაამართლა მან, რატომ გაუშვეს და როგორ ფეხბურთს თამაშობდა მისი თაოსნობით გუნდი. მოდი დავიწყოთ, ეს ვიდეო იქნება პირველი სერია. სანამ უშუალოდ რა სხვა დეტალებზე გადავიდოდეთ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და დაალაიქოთ ვიდეო, დამიწეროთ კომენტარი. რაც შეეხება პირველ სერიას, ჩვენ ვისაუბრეთ პრესინგზე, თავდაცვაზე და ზოგად ტაქტიკურ მონახაზებზე სტივკინის. თუ რატომ დაიწყო მან 4-2-3-1-ით, მე შემდგომ გადააწყო 3-4-3-ზე, ისევ დაუბრუნდა საწყის ტაქტიკას და რატომ იყო მუდმივი როტაცია. ბოდიში მინდა მოგიხადოთ თავიდანვე, ტექნიკურად ცოტა შეიძლება გაუმართავი იყოს ვიდეო, მაგრამ ძირითადი დანიშნულება რაც არის თქვენამდე ჩემი სათქმელი მოვიტანო, მაგას კი დააკმაყოფილებს, ასე ვთქვათ, მაგის გარანტიასაც გაძლევთ, რომ შემდეგი ვიდეოები ბევრად უფრო ტექნიკურად დახვეწილი იქნება და მაქსიმალურად კარგად შეფუთული, ასე ვთქვათ. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამყვეთ ამ საქმეში, ერთად გავიზარდოთ და რაც შეიძლება მეტი ვისაუბროთ ქართულ ფეხბურთზე და მის პრობლემებზე. დავიწყოთ უშუალოდ ტაქტიკური ანალიზის გაკეთება. ეს არის დინამო თბილისი ტორპედო 1-0 მოუგო დინამო თბილისმა. სანამ უშუალოდ ამ ვიდეოზე და ამ ეპიზოდის გარჩევაზე გადავიდოდე, მინდა გითხრათ, რომ სტივკინი იყენებდა აქტიურად 4-2-3-1 ტაქტიკას, ეგრეთ წოდებული გასამებით, პასი მესამეზე, გრძელი პასით ამოსვლას და ეგრეთ წოდებულ ზამბარის ეფექტს, რომელიც გულისხმობს ნახევარმცველების და ვინგერების მკაფიოდ და მკვეთრად, ასე ვთქვათ, ჩაჯდომას ნაკლებ დისტანციაში ერთმანეთთან, რაც მეტოქეს აიძულებს, რომ მარტივად ვერ გადაადგილდნენ ცენტრში, ხოლო ეს ტორპედოს იმის საშუალებას აძლევდა, რომ სწრაფად აერუნებინა ბურთი და სწრაფი კონჩეტება დაეწყო. ამ უშუალოდ ამ მომენტში გვაქვს აი ეს ყველა შემთხვევა აბსოლუტურად, რასაც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, ახლა ჩავრთავ ვიდეოს და თქვენც მარტივად მიხვდებით. ეს არის მონტეირო, რომელსაც აქვს ბურთი, ჩამოვიდა არაბიძე, დაუბრუნა მეკარეს და ნახეთ ახლა არაბიძის მოძრაობა რას აკეთებს. ჩამოდის, ეგრეთ წოდებულ გასამებას აკეთებს. გასამებას საშუალებას იძლევა განაპირა მცველებისთვის, რომ რაც შეიძლება მაღლა ავიდნენ. ამ შემთხვევაში გიული მანჯგალაძე არ არის ზემოთასული, მაგრამ იქით მარცხენა მცველი არის ზემოთასული. ეგეც ერთგვარი ხრიკი იყო ხოლმე სტივკინის, რომ როდესაც ერთი ფლანგიდან უტევდა გუნდი, ყოველთვის ის ფლანგი იყო დინამიური და ყოველთვის ის ფლანგი იყო ზემოთაწეული და მეორე მაინც დაცვით ფაზაში უფრო მეტად უკან დახეული რა. აი ამ შემთხვევაში წეგან მაგასაც ვამბობდი, რომ ძალიან ბანალურია ჩემი აზრით უკვე დღეს 21 საუკუნეში და აი ამ საფეხბურთო მიდგომებში ეგრეთ წოდებული გასამების გაკეთება იქნა გამომდინარე, დომინანტი გუნდები ყოველთვის თამაშობენ საკმაოდ მაღალ და აგრესიულ პრესინგს. აი ამის გამოძახილია ზუსტად ახლა, რომ მეკარეს უწევს ბურთის მოშორება. ნახოთ ახლა ეს მომენტი. მეკარე მოიშორა ბურთი და არტყა წინ, პირველი ბურთი ვერ მოიგო იონსენმა. ამერე უკვე დინამო აკეთებს საკმაოდ გამჭოლ პასს. აი აქ არის ზუსტად ზამბარის ეფექტი, რაც ვიგულისხმე. ნახეთ რამდენი ფეხბურთელია ტორპედოსი უკან შეწეულები არიან ყველანი ცენტრში, რაც შეიძლება რომ ბურთი მარტივად დაიბრუნონ, ამას აკეთებენ კიდევაც. ნახეთ არაბიძემ ბურთი დაიბრუნა და რას აკეთებს არასწორი პასი, რასაც მოხო უშუალოდ კონჩეტება, ასე ვთქვათ, დინამოსი, მაგრამ ტორპედომ მაინც მოასწრო ჩამოსვლა და მიიღეს გოლი. ნახოთ ეს ეპიზოდი, გავიდა კიდევაც გოლი. აი ამის თქმა მინდოდა, როდესაც შენ აკეთებ გასამებას, უნდა გქონდეს, ასე ვთქვათ, ისეთი დალაგებული ფორმაცია, რომ ვინც აკეთებს უშუალოდ გასამებას, იმას კიდე ამოყვეს ერთი ფეხბურთელი, რომ ყავდეს რაც შეიძლება მოკლე დისტანციაში პასის მიმწოდებელი და გამცემი რა. როდესაც აკეთებ შენ გასამებას, პროგრამა მინიმუმი ჩემი აზრით უნდა იყოს ეგ. მადლობა დიდი. აი ამ მონაკვეთში ანგარიში არის 1-0, რაც ხაზგასასმელია, იმიტომ რომ გუნდი ცოტა აგრესიულ პრესინგს მაინც უნდა თამაშობდეს, მაგრამ საშინელ პრესინგს თამაშობს. აი ამ ეპიზოდზე მინდა ცოტა ვრცლად ვისაუბრო, იმიტომ რომ
საკმაოდ პრობლემური ნაწილი იყო ეს ქუთაისის ტორპედოსთვის მთლიანი სეზონის მანძილზე. ხა ჩავრთავ ვიდეოს და უშუალოდ თქვენს მიხვდებით რაზე მაქვს საუბარი. ნახეთ უბრალოდ დისტანციას დააკვირდით იონსენსა და ტორპედოს ნახევარდაცვას შორის. ანუ იონსენის იქ დგომას საერთოდ აზრი არ აქვს. მესმის რომ დინამოს აპორნი უკან არ არის ჩასული და არ ითხოვს ბურთს, მაგრამ აი იონსენის მათ დგომას ნამდვილად არ აქვს აზრი, იმიტომ რომ ლორიას საერთოდ ვერ უშლის ხელს გათამაშებაში. ანუ ვერც ერთ კუთხეს ვერ უბლოკავს, იქიდან გამომდინარე რომ არც ერთი მისი თანაგუნდელი ზემოთ აწეული არ არის. თუ სიტყვაზე შენ დააპრესინგებ აი ამ მონაკვეთში დინამოს მარცხენა და მარჯვენა მცველს და ცენტრალურ მცველზე ასე ვთქვათ, ცენტრალურ მცველს დაუტოვებ, რა თქმა უნდა, ადგილს ესეც არის ზოგადად, იმიტომ რომ პრესინგის თამაშის დროს ერთ ფეხბურთელი ყოველთვის უნდა ყავდეს თავისუფალი, რომ იმან რაღაცა გააკეთო, ან ბურთი მოიშოროს, ამოატაინო, ან შენ გემოზე დააგეგმინო იმას თამაში. აი ამ მონაკვეთში იონსენს რო ახყოლოდა, ასე ვთქვათ, ტორპედოს ნახევარდაცვა იქნებოდა იდეალური, მაგრამ თუ არა ხვა მისი დგომა საერთოდ აზრი არ აქვს. ეხლა ნახეთ უბრალოდ გადაადგილება შემდგომ ეპიზოდში რას აკეთებს ქუთაისის ტორპედო. ლორია აძლევს პას მარცხენა ცენტრალურ მცველს და ნახეთ უბრალოდ ცენტრში რა ხდება. ერთ აპორს უდგა სამი ფეხბურთელი. ეს არის ჩემი აზრით კოშმარი. მოდი დავიწყოთ ასევე იქიდან რომ 4-2-3-1 ფორმაციის პრესინგი დღესდღეობით საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს, ეს არის 4-4-2, როდესაც 10-იანი ხდება მეორე პრესინგის მოთამაშე. რაც საშუალებას იძლევა. აი ამ შემთხვევაში რო ავიღოთ ახლა. დინამოს ორივე ცენტრალურ მცველთან იდგას კაცი. ეს ვალდებულს ხდის დინამოს, რომ ის აპორნი, რომელიც ახლა აწეულია, ჩავიდეს უკან, ამ აპორს შენ თიშავკე შენი ორი აპორნით, ორი ნახევარმცველით და ეს რის სიმომასწავებელია, რომ ამ შემთხვევაში ლორიამ ამ ბურთი გრძელი დარტყმით უნდა აიტანოს წინ, ან ფლანგზე გაუკეთოს განაპირა მცველს. ამ შემთხვევაში ტორპედო არცეც არ აკეთებს და არ აიძულებს დინამოს საერთოდ სათავისოდ რაიმე მოქმედება გააკეთოს. ეს არის იმ ეპიზოდის გაგრძელება, მეგობრებო, დინამიკაში რომ ნახოთ თქვენს და აღიქვათ. პასი კეთდება მარცხენა ცენტრალურ მცველზე დინამოსი, რომელიც აქვს ბურთი და აი ამ შემთხვევაში რა ხდება, ხა კარგად დააკვირდით. არაბიძე ავიდა, იმ სამი ფეხბურთელი, ის სამი ფეხბურთელი, ასე ვთქვათ, გაიშალა აი ამ იმდევრობით. არაბიძე ავიდა, პასი წავიდა ლორიაზე, იონსენი ადის, არაბიძე რჩება, მარცხენა ვინგერი ტორპედოსი ადის მარჯვენა ცენტრალურ მცველზე, მაგრამ მე საერთოდ ვერ ხედავ ტორპედოს მარცხენა მცველს ასულს, რომ მთლიანმა გუნდმა, ასე ვთქვათ, სექტორული პრესინგი ითამაშოს, რაც საშუალებას აძლევს დინამო პრესინგს, რომ ის ორი დიდი ზონა გამოიყენოს, ეს არის მარჯვენა და ეს არის ცენტრალური ზონა. ეხლა დააკვირდით ლორიას, ეხლა ეს ლორიას კომპეტენციაა, რა თქმა უნდა, აქ გრძელპას გააკეთე და თუ გააზრვენდა, თუ მეტრისკიან გადაცემას გააკეთე და მაგრამ ამ კონკრეტულ кейსში ლორია არ რისკავს, იჭერს ბურთს, მაქსიმალურად კიდეს ცდილობს ტორპედო ავიდეს, რასაც ტორპედო აკეთებს კიდევაც. აი ეს მონაკვეთი მინდა კარგად გაიაზროთ ეს ყველაფერი რა ხდება. დინამოს მარჯვენა მცველი დგას, რომელსაც ძალიან დიდი სივრცე აქვს. აი დინამოს მარჯვენა მცველთან აუცილებლად უნდა იყოს ტორპედოს მარცხენა მცველი, რასაც არ აკეთებს. ანუ დასკვნა ის არის, რომ აი ამ პრესინგ შედეგი აქვს 0. გარდა ამისა, დინამოს საშუალება ეძლევა იმის, რომ სწრაფი შეტევა დაიწყოს. ეხლა ლორიამ გრძელი პასი გააკეთოს ცენტრში, მეორე ბურთზე, რა თქმა უნდა, დინამო იქნება პირველი, იმიტომ რომ გუნდის 4 ფეხბურთელი ფაქტიურად წინ არის აწეული. და ის ნახევარმცველი აპორნი დინამოსი თლად თავისუფალია ცენტრში. ასევე ლორიამ რო გააკეთოს პასი მარჯვენა მცველზე, სამი ფეხბურთელი პირდაპირ მოჭრილია, აპორნს ტორპედოსი უწევს უკვე ასვლა მარჯვენა მცველთან და ცენტრი რჩება თლად თავისუფალი. რაც ჩემი აზრით ყოველად მიუღებელია და ძალიან დაბალი დონის პრესინგია. შეფასებას ასეც გავაკეთებდი. გადავიდეთ მეგობრებო საბურთალო ტორპედოს მატჩზე 3-3 მორჩა ეს თამაში ისევ და ისევ არასწორ პრესინგზე მინდა ვისაუბროთ და გადაადგილებაზე, არასწორ გადაადგილებაზე, რაც ჩემი აზრით დღევანდელ ფეხბურთში კი ფაქტორ გახდა. იქიდან გამომდინარე, რომ
დღევანდელი ფეხბურთი არის გადაადგილება. თუ როგორ გადაადგილდები შენ? როგორ კლაუზონებს, როგორ ითვისებ სივრცეებს და როგორ უთავისუფლებ შენ თანაგუნდელებს იმ სივრცეს, სადაც უნდა გაძვრეს შემდგომ ბურთი და გაკეთდეს ასე ვთქვათ მომაკვდინებელი პასი. დავიწყოთ ამ ეპიზოდის განხილვა. საბურთალოს აქვს ბურთი და უბრალოდ დააკვირდით 14 ნომერს ტორპედოსი რას აკეთებს. ხედავს საბურთალოს მარჯვენა ცენტრალურ მცველის საერთოდ არ იყურება მარჯვნივ, ანუ არ აპირებს საერთოდ იქ პასის გაკეთებას, მაგრამ ეს მაინც ადის, თან აკეთებს პაუზას, რაც ნახეთ რა ხდება ზურგს უკან იმხელა ზონა არის დარჩენილი, ანუ მთლიანი ტორპედოს ასე ვთქვათ მარცხენა ფლანგი იყო უაზროდ წინა აწეული, რასაც მოყვა ზურგს უკან პასი და შემდგომ გოლი კიდევაც ტორპედოს კარში. ეს არაერთხელ გაუკეთებია ტორპედოს ძალიან ბევრი მატჩი მაქვს ნაყურები ტორპედოსი და ეს кейსი საკმაოდ ბევრ მატჩში შემხვედრია. ნუ რა თქმა უნდა, ყველას გოლი არ მოყოლია, მაგრამ ეს მომენტი იმიტომ ავირჩიე, რომ მენახებინა თქვენთვის თუ რამხელა გავლენა აქვს უბურთო გადაადგილებას დღევანდელ ფეხბურთში. ისევ საბურთალო ტორპედოს მატჩი ვარ და ისევ არასწორი გადაადგილება და ისევ მოშიშვლებული მარცხენა ფლანგი. დააკვირდით უბრალოდ რა ხდება 14 ნომერი ისევ საშინლად ზემოთ არის აწეული და უბრალოდ დააკვირდით მარცხენა მხარეს რამხელა ზონა არის თავისუფალი და ჯგერენაი რა თქმა უნდა ითვისებს ამ ზონას. სტივკინის პრობლემა ზოგადად იყო ხოლმე ის, რომ ამოჩემება იცოდა კონკრეტულ მატჩში, კონკრეტული ფლანგის. თუ სიტყვაზე ტორპედო თამაშობდა მარჯვენა ფლანგზე, იქ ქმნიდა ყოველთვის რიცხობრივ უპრატესობას, იქიდან იწყებდა ყოველთვის შეტევას და მოშიშვლებული ჰქონდა მარცხენა ფლანგი. არ ვიცი ეხლა ეს რო სიმართლე გითხრათ რა შეჭirdებოდა მას, მაგრამ მისთვის სასიკეთო შედეგები ჩემი აზრით არ მოქონდა. ნუ მაგრამ ალბათ მისი ტაქტიკის ერთგვარი ნაწილი იყო ესეც. გადავიდეთ მეგობრებო დინამო ბათუმი ტორპედოს მატჩზე. აი ამ ვიდეოთი მინდა ვისაუბრო თუ როგორ იწყებდა ხოლმე ტორპედო უმეტეს შემთხვევაში თავის შეტევებს. სტივკინის საყვარელი ასე ვთქვათ პასი მესამეზე, გრძელი პასი უფრო სწორედ მესამეზე სიღმიდან. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში კარგად ჩანს ეგ ყველაფერი. ნახეთ, მეკარი აძლევს პასს მარჯვენა ცენტრალურ მცველს, გიგაურმა უკვე იცის რომ პასი უნდა გაკეთდეს, წინ ასე ვთქვათ გასამებას არ აკეთებს, არ ჩადის უკან და დაიკარგა ბურთი. ამის შემდეგ უკვე დგება ტორპედო. რა მინდოდა მეთქვა ამ ეპიზოდზე. როდესაც შენ აკეთებ ეგრეთ წოდებულ პასი მესამეზე ცენტრში და ამას აკეთებ გრძელი პასით, არის ორი გაგრძელება. პირველი რომ შენმა ფორვარდმა მოიგოს ასე ვთქვათ პირველი ბურთი და მეორე ბურთზე დახვდეს შენ და გაშალო შეტევა და არის ასე ვთქვათ მეორე ვარიანტი, როდესაც პასი კეთდება ფლანგზე. ანუ რას ნიშნავს ახლა ეს ყველაფერი? შენ მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ მოწინააღმდეგე გუნდი რაც შეიძლება მეტად ამოიყვანო შენ საჯარიმოში ათამაშო შენ წინააღმდეგ პრესინგი, რომ შენ ეს პასი მესამეზე გრძელი გააკეთო ფლანგზე და ამაში რეზულტატი მოგიტანოს. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში დინამო ბათუმიდან მაქსიმუმ 4 ფეხბურთელი აპრესინგებდა ტორპედოს და აი ამ პასის გაკეთება ჩემი აზრით საერთოდ არ იყო მიზანშეწონილი, იმიტომ რომ შედეგი ექნებოდა 0. უმეტესი შემთხვევები ტორპედოს შეტევების და სტარტის დაფეილდა სწორედ აი ამ მიზეზის გამო, რომ უაზროდ კეთდებოდა სიღმიდან პასი. ძალიან ბევრი გოლი მოყვა აი ამ ბურთის დაკარგვებს, როდესაც მთელი გუნდი მზად არის იმისთვის, რომ შენ სიღმიდან პასი გააკეთო, ეს პასი სწორად არ გამოდის და იჭრება და იქიდან იღებ კონჩეტებას, ძალიან რთულია მერე უკან ჩამოხვიდე ეს კონჩეტება კონტრშეტევა, ასე ვთქვათ, მარტივად ჩაშალო. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან ბევრი გოლი მოყვა ტორპედოს კარში. რაც ჩემი აზრით საკმაოდ უინტერესო იყო და სტივკინისგან მეტის მოლოდინი მქონდა, რომ სიმართლე გითხრათ.